საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ის პოსტს მეორე ვადით 3 წლის განმავლობაში დაიკავებს. მაღლაფერიძის გარდა სხდომაზე თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა. მას მხარი დაუჭირა საბჭოს 8 წევრმა 3 კი წინააღმდეგი იყო. მე არ მახსენდება ამ 3 წლის განმავლობაში ბატონ ვასილ ერთი თქვენი კრიტიკული მოსაზრება, კრიტიკული შენიშვნა ადმინისტრაციის მისამართით. კი, მაგრამ ეს რა ფორმა, რა სტილია, ჩვენი მოვალეობა ვიყოთ კრიტიკულები, მათ შორის ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებულ, პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ. ერთი კრიტიკული მოსაზრება თქვენი მხრიდან არ გამოთქმულა და თქვენ ყველანაირად ცდილობდით, რომ ფილტრაცია მოხდარიყო ბორდის და მაქსიმალურად შეგეზღუდათ ის კრიტიკული თუ რაღაცა ისეთი მოსაზრებები, რომელიც არსებობდა ამ ბორდში. ეს სტილი აბსოლუტურად მიუღებელია, მართლა გითხრათ, ჩემთვის და ამიტომაც მე ვერანაირად ვერ დაგიჭერთ ხარს. აწარმოებთ რუსულ პროპაგანდას, ემსახურებით რუსულ რეჟიმს და თქვენ საერთოდ არ უნდა იყოთ ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის მოსაზრება ასეთია და პოზიცია, რომ თქვენ არ ხართ ღირსი, იკავებთ იმ თანამდებობას, რომელზეც ბრძანდებით დღეს. და ალბათ მოვა ის დრო, როდესაც თქვენ აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ესე ვთქვა, რუსი ვარ, პრორუსი ვარ, რუსულ საქმეს ვაკეთებ, სამშობლოს ღალატობ, ეს მე გიტოვებ და ეს მე გითხრათ, რომ მე მწუხარებით არ აღმავსებს, იმიტომ რომ იმ შეხედულებით, რაც მე თქვენს მიმამართ, ეს პირიქით, ესე იგი ეჭვიც არ მეპარება, რომ ღირსებით ატარებთ რუსულ რეგალიებს. ქალბატონო ლია, არ გაწყვეტილოთ, მაგრამ მე არ ვიქნებოდი ბედნიერი ადამიანი, ტრაგიკულს არ გამოვიყენებდი, ბედნიერი თქვენ რომ ახლა მე დადებითად საუბრობდე ჩემზე. მე არ ვხსნი ჩემ კანდიდატურას, მეტიც ახლა მე პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ, ვინ დამენჭერე რომ მიც მიცემ საკუთარ თავს ხმას, რომ ესე არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ იცი რა ხალხის თხოვნით არის. მე ვარ მომხრე, თუ ამირჩევთ 8 ადამიანი მომხრეა და 3 ადამიანი წინააღმდეგი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დღეს კამათი რამდენჯერმე იყო. სხდომის ბოლოს საბჭოს წევრმა ლიკა ბასილაია შავგულიძემ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვების დასმას სცადა, თუმცა ვასილ მაღლაფერიძემ სხდომა დახურა. ბოლოს არის დღის წესრიგში და სხვა საკითხები. აი აქ უნდა განვიხილოთ ეს საკითხები, თვილები. ჯერთი ცოტა ტონი შეარჩიეთ ესეთი. ტონი მაგ ძალიან კარგი. სხვა საკითხები ხო არის? ესე იგი არ მოგიდა თვილების შესახებ რეალური ინფორმაციის მოწმენა, ხო? რომ ხალხმა გაიგოს როგორ დააყარეთ ტყუილების კორიანტელი დააყენეთ თქვენი ეგრეთ წოდებული კომისიის მეშვეობით, არა? ხალხს წილი დასწამეთ, ტყუილები დააბრალეთ, რეპუტაცია შეულახეთ, მერე დაავალეთ ვიღაცებს შავბნელი ფიარი აუგორო, ლაშატუ უშდა, ზაზა აბაშიძე. სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად პირველი არხის ახალ შენობასთან აქცია გაიმართა. მათ მაღლაფერიძის კიდევ ერთი ვადით არჩევა გააპროტესტეს. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საზმაოს კრიტიკულად განწყობილი 5 თანამშრომელი არ შეუშვეს. მათ შორის იყვნენ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გადმოსვლის პროცესი როგორ განხორციელდება, გადაცემები როდის აღდგება ეთერში. ეს არის ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ თანამშრომლებზე გავცემდა სამეურვეო საბჭოს მიერ. ჩვენ ამ ყველაფერზე გვინდოდა შეკითხვების დასმა. მოხდა ისე, რომ ჩაშალა მან ბორდის სხდომა და ფაქტიურად გაიქცა. მას მისდევდა, მინდა გითხრათ, პირველი არხის მოამბის ჟურნალისტი, მე მას ახლა არ დავასახელებ, რომელსაც მე პირდაპირ ვკითხე. შენ გზად ხარ თუ არა ახლა ჩემთან აიღო ინტერვიუ და მკითხო, რა საკითხებით ვიყავით მოსულები და საერთოდ რა მოხდა. აბსოლუტურად ჩემთან ინტერვიუ არ ჩატარებულა და მე დღეს ველოდები მოამბე, როგორ გააშუქებს იმას, რაც დღეს ახალ შენობაში მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის. ვასილ მაღლაფერიძემ ტექნიკური ხრიკით ისე დაასრულა სხდომა, რომელზეც იგი ხელახლა აირჩიეს თავმჯდომარედ, რომ ჩვენ არ მოგვეცა შეკითხვების გაჟღერების უფლება, ჩვენ არ მოგვეცა კონტრა არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. ეს კიდევ და კიდევ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არის მიტაცებული, მასში არის ჩამოყალიბებული ისეთი უმრავლესობა, რომელიც აწყვეტს ვასილ მაღლაფერიძეს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ის დარტყმა, ის ლეგიტიმური დარტყმა იმ უმსგავსობების გამო, რაც მათ ჩაიდინეს და ახლაც განაგრძობენ, რომ რამენაირად ეს დარტყმა თავიდან აერიდებინათ. თუმცა სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოუვათ. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველად 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.